მოგესალმებით, ჩვენთანაც დაახლოებით მაგ დროისთვის შემოვიდნენ, 9:30 იყო, თუმცა ეთოსგან განსხვავებით ჩვენთან უფრო ნორმალური კომუნიკაცია იყო, იმიტომ რომ ლუქში თვალის იმიდანაც გამაცნეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან, მაჩვენეს განჩინება შორიდან და კარი რო გავაღე, მერე უკვე ჩვეულებრივად შემოვიდნენ. ტელეფონი ჩამომართვეს მეც მალევე და იყო საუბარი, რომ მიმდინარეობდა ფინანსური გამოძიება კომპანიაზე, რომელთანაც მქონდა სავარაუდო კავშირი, იყო იმ მუხლებზე ზუსტად რაც თქვენს დაასახელეთ და შემდეგ უკვე მოხდა სახლის ჩხრეკა, მე მოვასწარე, ჩემო მეუღლემ მოასწრო უფრო სწორად ადვოკატთან დაკავშირება და დაიძულეთ პრინციპში, რომ დაალოდებოდით ადვოკატს და მხოლოდ ასე ჩატარებული იყო ჩხრეკა. ამოიღეს როგორც გითხარით, ჩემი ტელეფონი, ჩემი სამსახურეობრივი ლეპტოპი ჩემთან არ უნახავთ ეს მიმოწერა სამსახურის და ძალიან საფრთხო არის და უცნაური არის რომ ესე მოტყუებით შევიდნენ ეთოსთან და საერთოდ დაარღვიეს ყველა წესი კომუნიკაციის და წესების. ასევე ამოიღეს ჩემი მეუღლის ლეპტოპი და ჩემი ქმარი არის პოლიტიკური პარტიის წევრი და ესეც ნიშანდობლივი არის ჩვენთვის ცხადია და ასევე ამოიღეს ჩემი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი, რომელსაც სასწავლო მიზნებისთვის იყენებს და საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ გაარკვევდნენ ვისი რა იყო და ამიტომ ყველაფერი უნდა წაეღოთ. და შედგა შემდეგ მოქმედა დამიბარის გამოკითხვაზე და ადვოკატთან ერთად უკვე მაქვს დანარჩენზე კომუნიკაცია მათთან. კი ბატონო, სოფო, თქვენ ახსენეთ გამოძიება, რომელიც უკავშირდებოდა კომპანიას, რომელთანაც ჰქონდათ საქმიანი კავშირი, შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, რომ რა კომპანიაა ეს? ეს არის კომპანია, რომელიც არის HR კომპანია, მე მათთან საერთოდ არ მაქვს პირდაპირი კომუნიკაცია, ჩემი და დამსაქმებელი არის ატლანტიკური საბჭო და როგორც ჩანს ატლანტიკური საბჭო არის ამ HR კომპანიის კლიენტი, რომელიც აგვარებს შრომით ხელშეკრულებებს. ასე რომ მე მათთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია გარდა იმისა, რომ მქონოდა რაღაცა გამიგზავნა ხელშეკრულება ხელმოწერილი და ის რომ ეს ფაქტი ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე და საერთოდ ურჩევნები ყოველგვარი საკომუნიკაციო არხების გარეშე და თან ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, იმიტომ რომ მჭირდება ეს ლეპტოპის და ტელეფონის, ნამდვილად ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, იმიტომ რომ არ მგონია რომ არ ყოფილიყო იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ავარაუდოთ კლიენტი და არა მონაწილე ამ ყველაფრის. ჰიო. სოფო. ძალიან დიდი ბოდიში გამიწყდა ხმა და არ მესმის. კი ბატონო, მე ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, არ ვიცი. არ ვიცი. ისმის თქვენი ხმა, სოფოსთან გავაგზავნებთ კომუნიკაციას, ის გვიყვება იმ ჩხრეკის დეტალებს, რომელიც ჩატარდა დღეს მის სახლში, ის ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელია სოფო გელავა და კიდევ 3 ადგილას ჩატარდა ჩხრეკა. მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება უკავშირდება კოლ-ცენტრებზე ერთ მასშტაბურ გამოძიებას. გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, სოფო, თქვენ ეს კომპანია, რომელთანაც თქვენ გაქვთ კომუნიკაცია, არის თუ არა კონცენტრიქსი, რატომ გეკითხებით? იმიტომ რომ თქვენ ჩხრეკის პარალელურად იყო ჩხრეკა ამ ოფისში და შემდეგ საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა, რომ ეს სამივე ერთი გამოძიების ფარგლებში ერთ საქმეზე ხდება. მე ეს ინფორმაცია შემთხვევით გავიგე, არც მქონდა წვდომა ინფორმაციასთან, არ ვიცი საერთოდ რა კომპანია არის, ჩემთან რაც ეწარა განჩინებასთან ჩხრეკის ოქმზე იყო საუბარი Eurofast International-ზე, რომელიც აღვიდგინე რომ არის ჩვენი ახალი HR კომპანია, რომელთანაც ვაკეთებთ შრომით ხელშეკრულებებს, სხვა რაიმე კავშირი თუ არის ამასთან, საერთოდ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რომ არის ერთი დიდი გამოძიება და ამ ფარგლებში მოხდა ჩხრეკა, ეს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გაიგეთ თუ პოლიციელებთან და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან შეხების დროს გაირკვა ეს, ანუ ამაზე რა სიტყვით? საერთოდ არ ვთქვამთ კოლ-ცენტრების საკითხი, ეგ უბრალოდ მე გავიგეთ ჩვენს, რომ პარალელურად მიმდინარეობდა კიდე სხვა კომპანიაში, საერთოდ არ ვთქვამთ, უბრალოდ მითხრეს ის კომპანია, რომელიც ვახსენე, Eurofast-ი, რომელიც ეწერა, ავუხსენი რომ მე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია და ის რომ რაღაცა ეს იყო, რაღაც დიდი გამოძიების ნაწილი, მსგავსი ინფორმაცია მათ არ მოუწოდებიათ და არ ვიცი თუ ეს არის ნამდვილად ახლა ვიგებ მეც თქვენგან. კი ბატონო, რა სიტყვით ამაზე განცხადებაზე, რომელიც გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, რომ ჩხრეკა ჩატარდა სამ სავარაუდო ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრში, მოკლედ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებებიო.
არ ვიცი თუ ჩემს პირად საცხოვრებელს და ეთოს საცხოვრებელს ამას ეძახიან კონცერტს ვერ გეტყვით, ანუ პირადი საცხოვრებელი იყო, ბავშვის და შეესწრო ამ ყველაფერს მიდიოდა სკოლაში და ანუ დილას ადრე შემოვიდნენ და ნუ არ ვიცი რა უნდა ვთქვა მაგაზე, ანუ კოლცენტრებთან საერთოდ კავშირი არ გვაქვს და ეს იყო პირადი საცხოვრებელი ადგილი ორივე შემთხვევაში. კი ბატონო, რა სიტყვით კვლევაზე, რომელიც ჩაატარეთ დღეს ასევე ეთო საუბრობდა ბოლო კვლევაზე, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ჩვენ ანუ ბოლოს მე და ეთო ერთად მუშაობდით რეკლამებზე და იმ კონტენტზე, რომელიც ეხებოდა დასავლეთის ჩარევის შესახებ დეზინფორმაციას, რომელიც ერთ-ერთი მოდის ცხადია კრემლის ნარატივთან, როგორ მოხდა ამის ინტენსიფიკაცია და გაზრდა წინ საარჩევნო პერიოდში ზაფხულიდან მოყოლებული. აი მართლა ზუსტად ეგ თქვი მეც რომ საბედნიეროდ მოვასწანით ამ სტატიის დასრულება ერთად წუხელ ღამე და გაგზავნა რედაქტორებთან და ველოდებით რომ გამოქვეყნდება სამწუხაროდ არ მაქვს ჯერ სხვა ტელეფონთან წვდომა რომ შევამოწმო საერთოდ საინფორმაციო გარემოში რა ხდება, ვინ როგორ გამოეხმაურა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როდესაც ეს არის ჩემი ბექგრაუნდი და საქმიანობა და ასევე ჩემი მეუღლე არის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული და პოლიტიკური პარტიის წევრი და ასეთი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ლეპტოპების ამოღება ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან საეჭვო და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს წადებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სოფო გელავა, ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს, როგორც